საღამოს 8 აპრილს საღამოს 10 საათიდან დაიწყება თბილისში საპროტესტო აქცია, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. ადამიანები, რომელთა შვილებიც უმიზეზოდ ყავთ ციხეებში გამოკეტილი მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ეს თარიღი, დრო და ადგილიც არის სიმბოლურად შერჩეული, რადგან ხვალ არის 2 დღეში არის 36 წლისთავი მას შემდეგ, რაც ბროდიონოვის არმია შემოიჭრა თბილისში და დაარბია სწორედ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს აქვთ ბევრი რამ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სათქმელი, ისინი პარალელებს ავლებენ სწორედ 9 აპრილის ტრაგედიასთან, ამბობენ, რომ მათი მთავარი ვალია, რომ ახლა დაიცვან ის დანატოვარი, რომელიც აქვთ მათ თავიანთი წინაპრებისგან. გარდა ამისა, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა იცოდეს მაყურებელმა ამ პროტესტის შესახებ. ვიცით, რომ ხვალ საღამოს 10 საათიდან დაიწყება შეკრება რუსთაველის გამზირზე. იქ იქნებიან არა მხოლოდ სინდისის პატიმრები, არამედ ხელოვანებიც, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, ყველა ერთად შეხვდება 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე. შუაღამისას, მაშინ, როდესაც ქაშვეთის ტაძარში დაიწყებს ზარები რეკვას, ხალხი იქნება გარეთ. ხალხი გარეთ იქნება მეორე დღესაც 9 აპრილს. პირველის ნახევარზე, დღის პირველის ნახევარზე დაგეგმილია ფიცის დადება. ეს იქნება ფიცი იმის შესახსენებლად, რომ საქართველოს მოქალაქეები მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. გარდა ამისა, საინტერესოა 9 აპრილს გამოჩნდება თუ არა ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი 9 აპრილის მემორიალთან. ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ, რომ პირისპირ შეხვდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც უწყვეტად 130 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ ივანიშვილის პარტიის პრორუსულ პოლიტიკას. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების კომენტარები. დგავართ ისეთი საფრთხის წინაშე 9 აპრილს დაღუპული ადამიანების გვამებზე გადაიარო და ისევ ქვეყანა რუსეთისაკენ შეაბრუნო, აი ამ საფრთხის წინაშე დგას დღეს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს, ჩვენ მართლაც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულები დაგვცქერის ზეციდან და სამართალს ითხოვს და ეს სამართალი არის ხალხში და არ უნდა მიუშვათ ისინი 9 აპრილის მემორიალთან. უნდა დავიცვათ რუსული რეჟიმის მარწუხების საცეცეებისაგან, უნდა დავიცვათ 9 აპრილის მემორიალი. ყველას, ვინც არ ეთანხმება ამ რეჟიმს, ამ მდგომარეობას, რაში ყველა აღმოჩნდით, მაგიტომ ყველას ველოდები ხვალ 10 საათზე. ისინი მიდიან, სადაც მიდიან 9 მაისს. იქ უფრო მაგათი ადგილი ამ ოცნების არის ეხლა იქ მოსკოვში, თორე ამ მონუმენტთან არის ქართველებიც და ჩვენი ხალხის დგომა და ვიდგებით ჩვენ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პატიმრებით დავიბრუნებთ საქართველოს თავისუფლებას, დაუბრუნდებით ევროპულ გზას. გამარჯვება გარდაუვალია ყველა ვარიანტში. ცოტა ვიქნებით თუ ბევრი ვიქნებით, რაც უფრო მალე მოვეგებით გონს და ერთად გავერთიანდებით და ერთობაში ვიქნებით, უფრო მალე მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას. ხვალ მთელ ქვეყანაში რამდენიმე საპროტესტო აქცია და მარშია დაანონსებული, მათ შორის ქუჩებში იდგებიან ჩვენი კოლეგებიც, ჟურნალისტები. მედიის წარმომადგენლების შეკრებას საღამოს 8 საათზე ფილარმონიასთან დაიწყებენ, სწორედ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან დაიწყება მსვლელობა 8 საათზე რუსთაველის გამზირისკენ. მიზეზი, რის გამოც ჩვენი კოლეგები ქუჩაში გადიან, არის მარტივი. ბოლო 1 წელში შეიძლება ითქვას, რომ ქართული დამოუკიდებელი მედიისთვის ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სახეზე ყავს ქალი პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, რომელიც არის უდანაშაულო და ფაქტობრივად მას ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ეწინააღმდეგებოდა იმ პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებდა ამ ქვეყანაში ქართული ოცნება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. გარდა ამისა, ვიცით, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მიიღო ახალი რეპრესიული კანონები, მიიღეს რუსული კანონის ახალი ვერსია, რომელსაც ამერიკულად ასაღებენ და მოკლედ რომ თქვათ, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ და წნეხში მოაქციონ ქართველი ჟურნალისტები, იმისთვის, რომ ყველა ტელევიზორში ერთნაირი ხმები ისმოდეს. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც ჟურნალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ხვალ ქუჩებში გადიან. 27 წელია ჟურნალისტი ვარ. არც მახსოვს არასდროს პერიოდი, როცა ასეთი მრავალმხრივი და გამანადგურებელი შეტევა ყოფილიყოს თავისუფალ მედიაზე. ფაქტობრივად შემოიტანეს კანონები, რომელიც ყველაზე თავისუფალ მედიებს ხურავენ.
მე მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ თუ არ იქნება ჩვენი ხმა, არ იქნება მათი სიმართლე. და თუ არ იქნება მათი სიმართლე, არ იქნება თავისუფლება. და თუ არ იქნება თავისუფლება, არ გვეყვარება ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც გვიყვარს, იმიტომ რომ იქნება სულის შემხუთველი გარემო. ამიტომ მინდა რომ თელ ბევრ ადამიანს ვთხოვო და მოვუწოდო, შემოუერთდით მედიის მარშს 8 აპრილს 8 საათზე. ის რომ ზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია არის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი იმის, როგორ უყურებს დამოუკიდებელ მედიას ქართული ოცნება, რა უნდა საქართველოში, რომ როგორი რეალობა უნდათ მათ, რომ არ იყვნენ დამოუკიდებელი ადამიანები და მიიღონ დაახლოებით ისეთი წყობა, როგორიც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშია, ასევე რუსეთში, ხო, სადაც აღარ არიან თითქმის დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ნაწილი მათგანი ციხეშია, ნაწილმა დატოვა ქვეყანა და ფიზიკურად აღარ ფუნქციონირებენ დამოუკიდებელი მედიები და გამოცემები და ჩვენ არ გვინდა ასეთი საქართველო, ჩვენ არ გვინდა ასეთი რეალობა და ვიბრძოლებთ ბოლომდე მედიის და გამოხატვის თავისუფლებისთვის. დუმილის დრო დასრულდა, საჭიროა მეტი მოქმედება. ეს არის ფრაზა, რომლის გარშემოც ერთიანდებიან მოქალაქეები. დიდი პროტესტის სამზადის უკვე არის დაწყებული, როგორც უკვე გითხარით, ხვალ რამდენიმე აქცია გაიმართება დედაქალაქში. მათ შორის ყველაზე მთავარი არის პარლამენტთან შეკრება. საღამოს 10 საათიდან იქ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დაელოდებიან ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებს. ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება და ქუჩაში დგომა არის საჭირო იმისთვის, რომ აჩვენონ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ პროტესტი არ ჩამცხრალა, რომ ისევ არსებობს ლეგიტიმური მოთხოვნები ხალხში, რომელიც შეეხება როგორც ახალი არჩევნების ჩატარებას, ისე სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, როგორც გითხარით, ასევე ქუჩებში იქნებიან ჟურნალისტებიც.